4 თვის წინ თანაინვესტირების ფონდმა ბიძინა ივანიშვილის სახელით განცხადება გაავრცელა და ინვესტორებს ის 8 საინვესტიციო პროექტი შესთავაზა, რომელსაც ამ ეტაპზე თანაინვესტირების ფონდი ახორციელებდა. პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი მზად არის პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების ყოველგვარი მოგებისა და კომერციულ ინტერესის გარეშე ხსენებული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პირები დადგენილი პირობების ფარგლებში პროექტების წარმატებულ განხორციელებას შეძლებენ. ნათქვამი იყო განცხადებაში. ჩვენი ჟურნალისტი თელარა გელანტიამ დაინტერესდა, მოჰყვა თუ არა დადებითი გამოხმაურება ინვესტორებისგან ივანიშვილის შეთავაზებას და თუ არ მოჰყვა, რატომ? ნახოთ სიუჟეტი. და გაუსვა ხაზი, რომ მე პირადული ბიზნეს ინტერესები საქართველოში არ მაქვს და ბიზნესმენებს შეგახსენებთ, რაც განცხადებია ჩემს წერილშივე, თუ ნებისმიერი პროექტი რა გაინტერესებს თქვენ და განავითარებთ, ფას დაკლებით და არა მოგებით, სიამოვნებით გადმოგცემთ და კიდევ დაგეხმარებით ის. ეს შეთავაზება მილიარდერმა ყოფილმა პრემიერმა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს 20 ივნის პირადად გაუკეთა. მაგრამ ეს არ იყო პირველი. ერთი თვით ადრე ივანიშვილის სახელით მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა თანაინვესტირების ფონდმაც. სასტუმრო სოლოლაკი ინვესტიციის მოცულობა 200 მილიონი დოლარი. სასტუმრო შეკვეთილი საინვესტიციო ღირებულება 75 მილიონი დოლარი. სასტუმრო თავისუფლების მოედანზე 90 მილიონი დოლარი. ეს იმ 8 პროექტის ნაწილია, რომელთა ჯამური ღირებულება 574 მილიონ დოლარს შეადგენს. დაინტერესდა თუ არა ქართველი ან უცხოელი ინვესტორი ექს-პრემიერის და თანაინვესტირების ფონდის ერთობლივი შეთავაზებით. ამ კითხვით ბიზნეს კონტრაქტმა ფონდს მიმართა, რომელიც მხოლოდ წერილობითი პასუხით შემოიფარგლა. ამ დროისთვის შეთავაზებული პროექტებით არავინ დაინტერესებულა, ვინც შეძლებს რომელიმე მათგანი სრულყოფილად განხორციელებას და უზრუნველყოფს მის წარმატებულ ფუნქციონირებას. 8 პროექტი ვითარდება და ხორციელდება ფონდის მიერ წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით. ჩვენი უპრეცედენტო ინიციატივა და შეთავაზება ძალაში რჩება და როგორც თავდაპირველად განვაცხადეთ, 8 მასშტაბური პროექტის ინიციატორი და ინვესტორი მზად არის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე პროექტები გადასცეს დაინტერესებულ ინვესტორებს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირები დადგენილი პირობების ფარგლებში მათ წარმატებულ განხორციელებას შეძლებენ. ამ დროისთვის რატომ არ აღმოჩნდა ექს-პრემიერის შეთავაზება კერძო სექტორისთვის საინტერესო? ამ კითხვის დასმა ბიზნეს კონტრაქტს ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სურდა, მაგრამ მათმა ნაწილმა ინტერვიუსგან თავი შეიკავა. კერძო სექტორისგან განსხვავებით თამამად საუბრობენ და საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას არ ერიდებიან ეკონომიკის ექსპერტები. ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ივანიშვილის შეთავაზებაზე ბიზნესის მხრიდან კონკრეტული ინტერესის დეფიციტს რამდენიმე ფაქტორით ხსნის. მათ შორის ერთ-ერთი წინასაარჩევნო გარემოა. სხვა ფაქტორებს შორის ექსპერტი ივანიშვილის მესიჯბოქს და პროექტების შეთავაზების ფორმას ასახელებს. ბიზნესმენი რო გეუბნება, რომ აი მე არ მინდა მოდი ეს ბიზნესი და თქვენ ამუშავეთ, ხო, ეს სასაცილოა უბრალოდ. გავსი ტიპის ფიგურა აკეთებს ესეთ განცხადებას, რომ საქართველოში არ მაქვს ბიზნესის ინტერესები, ხო, ანუ ხა რა ეს როგორი მესიჯი შეიძლება იყოს ნებისმიერი ინვესტორისთვის, ხო, რაღაც თუ შენ არ გაქვს საქართველოში ბიზნეს ინტერესები და საქართველოში ერიდები ფულის ჩადებას, საქართველოში ერიდები რაღაც აქტივების ქონას და ასე შემდეგ და აქედან მოგების მიღებას, ხო? რაც 100 არ არის სინამდვილეში, მაგრამ განცხადების მიხედვით თუ იმიჯელებთ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი მესიჯი. ხორგუაშვილისგან განსხვავებით, ეკონომისტი ლევან კალანდაძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის შეთავაზებაზე ბიზნესის მხრიდან ინტერესის ნაკლებობა პროექტების ღირებულებას უკავშირდებოდეს. თითოეული ეს პროექტი არის ძალიან მასშტაბური, ძალიან მსხვილი პროექტი და აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ ქართული ბიზნეს სტრუქტურებისთვის ცოტა გაჭირდა და გაძნელდა შესაბამისი ფინანსური რესურსების მოძიება. მე ამ თვალსაზრისით თავად საქართველოში ფანდრაიზინგის პრობლემას ვხედავ ქართველი მეწარმეების მხრიდან. ლევან კალანდაძის ინფორმაციით მთავრობა უცხოელ ინვესტორებთანაც მუშაობს, მაგრამ მათ დარწმუნებას მეტი დრო სჭირდება. თანაინვესტირების ფონდის პროექტების ინვესტორებისთვის შეთავაზება ბიზნეს კონტრაქტს პირველმა ვიცე-პრემიერმაც დაუდასტურა, ოღონდ თანამონაწილეობის ფორმით. ბოლო ვიზიტი მინდა გავიხსენო, როდესაც ჩვენ შანხაიში ვიყავი და შანხაის უდიდეს კერძო კომპანიებს შევხვდით, იქ თანაინვესტირების ფონდი ისევე როგორც საპარტნიორო ფონდი იყო დელეგაციის შემადგენლობაში და მათ პრაქტიკულად ყველა პროექტი გამოიტანეს თანამონაწილეობისათვის და შესთავაზეს კერძო სექტორს. ყველა პროექტზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. როგორ დამთავრდება მოლაპარაკებები დროში გამოჩნდება, მაგრამ თუ დიმიტრი ქუმსიშვილის კომენტარით ვიმსჯელებთ, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის შიგნით და მის გარეთ განსხვავებულ მესიჯბოქსს იყენებს.